ყველა მამა ალბათ თავის თავზე იტყვის, რომ აუ რა მაგარი მამა ვარ და ესე შემდეგ. ალბათ მქონია ცხოვრებაში შეცდომაც, მაგრამ არ ვაღიარე ესე ვთქვათ. ალბათ მქონდა სწორი ნაბიჯებიც, რაც უფრო ის არის სასიამოვნოა ნებისმიერი მამის. მამა ჩემი მახსენდება, აი ძალიან პოზიტიურად. 6-7 წლის ვიყავი, რომ დავყავდი უკვე დინამოს სტადიონზე, იმიტომ იყო გაფრენილი მესხისტი რა. თუ შეხვედრიან ერთმანეთს. აი ვთქვათ, როგორ ემზადება თამაშის წინ მიშა მესხი. და მახსოვს დღემდე, აი არაფერს არ აკეთებდა რა. მეკარეობა გინდოდა თავიდან როგორც ვიცი. ხო. ეგ ცალკე ცირკია. აი ზოგიერთი ამბობს, რომ შენი მაისურით არ დაგჭა თბილისის დინამოზე, აი ვთქვათ, თასი მოიგეთ, ხო, მაშინ დიუსელდორფში. როგორ არ შეინახე ეს მაისური? ის მაისური არა გააქვთ. ბიჭო, დაიფიცა. აი დედა, მამა ყველაფერი და არავო, всё. ხმალს არ ამოიღებ. მეორე დღეს თამაშია, აი ზუსტად ეგ სიტუაცია, რომ თამაში არ მიდის, რაღაც სიჩუმეა და მესმის ვოვა შენი დედა და ხმაზე ხო ვიცანი ტესტი. ერთადერთი რაზეც ვწება გული და ალბათ ყველა ფეხბურთელი ესეა, რომ აი რო უფიქრები, ალბათ უფრო მეტი 26 მარტი 13 მაისი. მე მგონი მამების დროს საოცარი სტუმრების სიაში მორიგი საოცარი სტუმარი ჩაეწერა.